ტრამპმა იხილა სი იმ დამცირების ეპოქაში, როდესაც ჩინეთს მოუწია მარკო რუბიოს სახელის ფორმის შეცვლა, რათა ამერიკის სახელმწიფო მდივანი პეკინში შეეშვათ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად. ის მარკო რუბიო, რომელსაც ახლა ვიცნობთ, არის მარკო ლუ. ამ პარასკევს 2026 წლის 15 მაისს უხერხულობა სახელის შეცვლაში არ არის. ის იმ უკან დახევაშია, რომელიც მის უკან იმალება. პეკინმა სანქციები დაუწესა რუბიოს ჩინეთის რეჟიმის კრიტიკის, ჰონგ-კონგის, უიღურების და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ მკაცრი პოზიციის გამო. მაგრამ სწორედ ამ კაცს შეიყვანა ტრამპმა ჩინეთში და ჩინეთის ლიდერი მწარე არჩევანის წინ დააყენა რუბიოს დაბლოკვა და ვაშინგტონთან პირდაპირი კრიზისის გამოწვევა. ან რუბიოს მიღება და მარცხის გადაფარვა თარგმანის მანევრით. CM გადაფარვა აირჩია. სახელის შეცვლა ჩინეთს მოუწია, კარს CM გაუღო. ხოლო ის, ვინც სანქცირებული ძალის სიმბოლოდ აქცია, ტრამპი იყო. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. რუბიო ჩინეთში ტურისტად არ შესულა და არც მეორე ხარისხოვანი ფიგურა ყოფილა. ის ამერიკის პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ტრამპსა და სი ძინპინს შორის მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, სადაც საუბრის ცენტრში იყო ვაჭრობა, ტაივანი, ტარიფები და გლობალური კონკურენცია. სი ძინპინის მარცხი სწორედ იმ დეტალში გამოჩნდა, რომელსაც პეკინი ბიუროკრატიულ დეტალად წარმოაჩენდა. თუ რუბიო აკრძალული იყო, რატომ შევიდა? თუ ჩინეთის სანქცია ასეთი ძლიერი იყო, რატომ გახდა საჭირო თარგმანის თამაშად გადაქცევა? ისტორია იწყება 2020 წელს, როდესაც მარკო რუბიო, მაშინ ჯერ კიდევ სენატორი, ჩინეთის ერთ-ერთ სამიზნედ იქცა მისი მკაცრი კრიტიკის გამო კომუნისტური რეჟიმის მიმართ. ის აკრიტიკებდა რეპრესიებს ჰონგ-კონგში, ამხელდა დარღვევებს უიღურების მიმართ და იცავდა უფრო მკაცრ პოზიციას შეერთებული შტატების მხრიდან პეკინის წინააღმდეგ. ჩინეთის პასუხი იყო სანქციები რუბიოსა და სხვა ამერიკელი პირების წინააღმდეგ. ფაქტობრივად პეკინი ცდილობდა გაეგზავნა გზავნილი, ვინც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დაუპირისპირდებოდა, ფასს გადაიხდიდა. მაგრამ ტრამპმა, როდესაც რუბიოს სახელმწიფო მდივნად დანიშნა, სანქცირებული ამერიკის დიპლომატიის ხელმძღვანელად აქცია და შემდეგ გაჩნდა უხერხულობა. სი ვერ შეძლებდა უბრალოდ დაიგნორებინა რუბიოს არსებობა. ასევე ვერ შეძლებდა ტრამპის სახელმწიფო მდივნის დაბლოკვას ისე, რომ პრეზიდენტის ვიზიტის დროს უზარმაზარი კრიზისი არ გამოეწვია. ჩინეთის გამოსავალი იყო სახელის ფორმის შეცვლა ჩინურად, სხვა ტრანსლიტერაციის გამოყენებით, რათა რუბიოს დასწრება შესაძლებელი ყოფილიყო. კაცი, რომის გარეთ დატოვებაც ჩინეთს სურდა, წინა კარიდან შევიდა, ტრამპის პოლიტიკური ავტორიტეტით დაცული. საკუთარ სანქციაში გაჭედილი კი სი აღმოჩნდა. ტრამპმა უბრალოდ რუბიო დელეგაციაში შეიყვანა და ჩინეთი ორ სირცხულს შორის არჩევანის წინაშე დააყენა. შეეჩერებინა ამერიკელი მდივნის შესვლა და ვაშინგტონთან კრიზისში გაეხვია. თუ დაეშვა მისი შესვლა და ეჩვენებინა დებინა, რომ ჩინეთის სანქცია შეიძლებოდა გვერდი აევლო, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი მაგიდაზე მუშტს არ ტყამდა. ცივი ხელის ჩამორთმევა სისა და რუბიოს შორის, რომელიც კამერებმა დააფიქსირეს, ამ შეფასებას არ ცვლის. პირიქით, კიდევ უფრო ამყარებს მას. სიმ კარგად იცოდა, ვინ იდგა მის წინაშე. ეს უბრალოდ მარკო რუბიო არ იყო. ეს იყო სენატორი, რომელმაც ჩინეთი ამხილა, პოლიტიკოსი, რომელმაც პეკინზე ზეწოლას უჭერდა მხარს და ახლა ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის რანგში ბრუნდებოდა. ჟესტის სიცივე ჩინურ კონტროლს არ გამოხატავდა. ეს იყო უხერხულობის ნიშანი. სი მოუწია შეხვედროდა ამერიკელი ოპოზიციის სახეს, რომელსაც დასჯას ცდილობდა. რუბიოს ყოფნამას დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან შეხვედრამ სუბუქ თემას არ ეხებოდა. პეკინში გამართული საუბრები შეეხო ტაივანს, ტარიფებს, ვაჭრობას, ტექნოლოგიებს და მცდელობას, რომ ორ უდიდეს ძალას შორის ურთიერთობა პირდაპირი დაპირისპირებისგან შორს დარჩეს. რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის პოლიტიკა ტაივანის მიმართ არ შეცვლილა და გააფრთხილა ჩინეთი არ ეცადოს ძალის გამოყენებით შეცვალოს კუნძულის სტატუსი. ამან ეს ეპიზოდი კიდევ უფრო სიმბოლურად აქცია. პეკინის მიერ სანქცირებული მამაკაცი შევიდა ჩინეთში და განაგრძო საუბარი იმ თემაზე, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. დონალდ ტრამპმა ეს ვიზიტი გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ ამერიკის დიპლომატია მუხლებზე დაჩოქილი არ იქნებოდა. იმ დროს, როცა სი ძინპინი ცდილობდა შეენარჩუნებინა სუპერსახელმწიფოს ლიდერის იმიჯი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უტოლდება, თავად ჩინეთმა მოუძებნა გამოსავალი რუბიოს მისაღებად. რეჟიმს, რომელსაც უყვარს თავი ურხევ ძალად წარმოაჩინოს, მოუწია მოქნილობა გამოეჩინა. მთავრობა, რომელიც ჩვეულებრივ უცხოელ კრიტიკოსებს ჯის, იძულებული გახდა მიეღოთ ცნობილი კრიტიკოსი. ქვეყანამ, რომელიც რუბიოს დასჯის მაგალითად ქცევას აპირებდა, საბოლოოდ რუბიო უკან დახევის მაგალითად აქცია. ასეთი სცენები საერთაშორისო პოლიტიკაში უმნიშვნელო არ არის.
დიპლომატიაში სახელი, პროტოკოლი, ადგილი, ფოტო, ხელის ჩამორთმევა და შესulis რიგი მნიშვნელობას ატარებს. როდესაც რომელიმე ძალა ცვლის უცხო ქვეყნის წარმომადგენლისადმი დამოკიდებულებას, ის ტრამპთან შეხვედრა სჭირდებოდა. სჭირდებოდა სავაჭრო კრიზისის თავიდან აცილება, სჭირდებოდა ტარიფების განხილვა. სჭირდებოდა ტაივანის საუბრის ცენტრში დაეტოვებინა ისე, რომ შეხვედრა ღია კრიზისად არ გადაექცია. ამიტომაც ჩინეთმა რუბიო გადაყლაპა. ისტორია გვიჩვენებს, რომ დიდი რეჟიმები, როცა აშედეჩო სჭირდებათ, ქლაპავენ სიმბოლოებს, რომლებიც ადრე მიუღებლად მიაჩნდათ. 1972 წელს რიჩარდ ნიქსონი ჩავიდა ჩინეთში, მას შემდეგ რაც ვაშინგტონსა და პეკინს შორის 10 წლეულების განმავლობაში დაშორება იყო. ვიზიტმა გზა გაუხსნა ურთიერთობების ნორმალიზებას და შეცვალა ცივი ომის ბალანსი. კომუნისტურმა ჩინეთმა, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ს იდეოლოგიურ მტრად მიიჩნევდა, ამერიკელი პრეზიდენტი მიიღო, რადგან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მანევრის საშუალება სჭირდებოდა. ეს ჟესტი მხოლოდ ვიზიტი არ ყოფილა, ეს იყო სტრატეგიული გათვლის აღიარება. როდესაც პეკინს უფრო დიდ თამაში გადარჩენა სჭირდება, ის იდეოლოგიას მეორე პლანზე აყენებს და ამერიკელების ყოფნას ირებს. ეხლა ტრამპის პირობებში ეს ლოგიკა სხვა ფორმით ჩნდება. CM რუბიოს სიმპათიით არ მიუღია. მიიღო იმიტომ, რომ რუბიოს ყოფნა ამერიკელი პრეზიდენტის გავლენასთან ერთად მოდიოდა. სხვა ქვეყნებმაც აჩვენეს, რომ სანქციები და პოლიტიკური ვეტოები ხშირად მოლაპარაკების საგნად იქცევა, როცა დიპლომატიური ღირებულება ძალიან მაღალი ხდება. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარები და ლორდთა პალატის წევრები ჩინეთმა სანქციებით დაასაჩუქრა მას შემდეგ, რაც სინძიანგის შესახებ კრიტიკა გამოთქვეს. და წლების შემდეგ პეკინმა ამ სანქციების ნაწილი შეაჩერა ურთიერთობების დათბობის ფონზე. გაკვეთილი მარტივია, როცა ჩინეთს დასჯა უნდა, ის ამას აშკარად აკეთებს, რათა შეაშინოს სხვები. როცა საუბარი სჭირდება გამოსავალს ეძებს ისე, რომ დამარცხებულად არ გამოჩნდეს. რუბიოს შემთხვევაში გამოსავალი კიდევ უფრო უხერხული იყო, რადგან სანქციის სუფთა მოხსნის სახით არ მოხდა, არამედ სახელის შეცვლის მანევრით. სი ძინპინმა სცადა სახის შენარჩუნება, მაგრამ დარჩენილი სურათი სხვა იყო. ტრამპმა სანქცირებული პეკინში შეიყვანა. ახლა კი პოლიტიკური ეფექტი გრძელდება. რუბიო ჩინეთიდან უფრო დიდი გავლენით გამოვიდა, ვიდრე შევიდა, რადგან ჩინეთის შენიღბული უკანდახევის სიმბოლოდ იქცა. ტრამპი გამოვიდა იმ ადამიანის იმიჯით, რომელმაც სი ძინპინი აიძულა საკუთარ სახლში პოლიტიკური მტერი შეეშვა. ხოლო სი ძინპინი რჩება იმ ტვირთით, რომ თავად დაუშვა იმ ადამიანის შესვლა, რომლის შეჩერებაც სცადა. ჩინეთს შეუძლია ამას ეწოდოს ენობრივი კორექტირება, თარგმანი, ან თქვას, რომ დათმობა არ ყოფილა, მაგრამ ეს სცენა უკვე მთელ მსოფლიოს შემოიარა. ტრამპი ჩამოვიდა რუბიოსთან ერთად და სი ძინპინმა მიიღო რუბიო. პეკინს კი სახელის შეცვლა მოუწია, რათა არ ეღიარებინა, რომ სანქციამ თეთრი სახლის წინაშე ძალა დაკარგა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღეს სიმართლით კარგად დაგაინფორმირო. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.